ისრაელსა და ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. შეერთებული შტატების, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება 15 თვიანი ომის შემდეგ გამოცხადდა. ჩვენ ბევრი რთული დღე გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც ჰამასმა ეს საშინელი ომი დაიწყო. იყო ბევრი დაბრკოლება და წარუმატებლობა, მაგრამ არ დავნებებულ ვართ. ახლა კი ბრძოლის 400 დღის შემდეგ წარმატების დღეც დადგა. განცხადება გააკეთა კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომაც, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. კანადა მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია იმისთვის, რომ ეს შეთანხმება წარმატებული იყოს. ცეცხლის შეწყვეტა გვაძლევს იმედს, რომ ეს კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდება. გაერთიანებული სამეფო საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი ამბობს, რომ შეთანხმება არის შესაძლებლობა ორივე მხარისთვის დაასრულოს ეს 15 თვიანი კოშმარი. მივესალმები ამ ფაქტს. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მძევლების ოჯახების გამო მიხარია. მივესალმები, რომ საბოლოოდ ეს ომი და საშინელი დღეები დასრულდება ღაზაში პალესტინელი ხალხისთვის. ცეცხლის შეწყვეტას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც. მან თქვა, რომ ეს შეთანხმება შვების მომგვრელია და დასცინა, რომ ახლა ყურადღება უნდა მიექცეს მუდმივი მშვიდობის მიღწევას.